Bali sou soir. Miroir Bali, mombre Bali, Nida Bali, Bali sou soir. Ზუსტად 7 წლის წინ ტელეეკრანებზე მხიარული, ლურჯ თვალება, ქერა და გაჩეჩილი ბიჭუნა გამოჩნდა. თავიდან ცოტა მორცხვად შემდეგ კი გაბედულად დაგვიწყო იმისი მტკიცება, რომ ბალი სულ სხვაა. მას მერე სიტყვა ბალის გაგონებისთანავე პირველი ასოციაცია ყოველთვის ყველაზე ახალგაზრდული, მხიარული და სიახლეებით ახსავსე ქსელია და არა ხილის ერთ-ერთი გემრიელი სახეობა. არაჩვეულებრივი განწყობაა დღეს ხაწმინდის პარკში, როგორც იცით, აღნიშნავთ ბალის დაბადების დღეს. ძალიან ბევრი სტუმარი მოვიდა ბალთან დაბადების დღის მისალოზე. არაჩვეულებრივი შოუ ჩაატარეს ბრეიკდანსერებმა. წინ გველოდება არაჩვეულებრივი დიჯეების ფესტივალი. 7 წლის მანძილზე ბალი მუდმივად ცდილობდა, რომ მრავალფეროვანი სერვისები და აქციები შეეთავაზებინა თავისი მომხმარებლისთვის. ბალის მომხმარებლები ძირითადად არიან ახალგაზრდა სეგმენტი. საკომუნიკაციო სივრცეში ბალი მაგთიმ შემოიყვანა. აქ უკვე 7 წელია ქართული მესიჯომანიას მისი დამსახურებაა. აბა, წავიდა ეს ემისები. თავიდან მხოლოდ 5-9-8 და ახლა უკვე 5-9-6 ინდექსის მქონეები ხომ ძირითადად მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ამჯობინებენ და ბალის სხვადასხვა აქციების დამსახურებით დღეში ზოგჯერ 1000-ობით SMS გზავნიან. ვის მესიჯებით ყველაზე ხშირად? რა ვიცი, შეყვარებ 200-ზე მეც. მესიჯობ. აი, ყველაზე ხშირად ვის წერ? ყველაზე ხშირად ვისაც აჭიროა იმას. რომელი ქსელის აბონენტი ხარ? ბალი. აღარ მართლა. Bali sou soir. Miroir Bali. 7 წლის იუბილე ბალი ბიჭუნას მთაწმინდის პარკში ჯერ ბრეიკდანსის მოცეკვავეებმა მიულოცეს. სულ მალე კი სცენა 7 ქართველმა დიჯეიმ დაიკავა. მაგთიკომის ბრენდს უკვე საპატიო ასაკი აქვს და 7 წელიწადთან შედარებით აურაცხელი გამოცდილება და გამოცდილებაზე მეტი თაყვანისმცემელი დააგროვა. ბალის აბონენტი ვარ, რას ტელეფონმა? მესიჯების წერა მეზარება ხომ? ბალის აბონენტები ყველანაირი, ჩემ გარშემო ყველანაირები არიან. დიდებიც, პატარებიც, საშუალო ასაკისებიც. მოკლედ თუ ჯერაც ვერ მიმხვდარ ხართ მაინც რატომ ხავს ბალს ამდენი აბონენტი იცოდეთ. Bali sou soir.